ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე. 2024 წელს ევროპის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით შარშან საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 876 მილიონ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი კი ღვინოს უჭირავს. ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს წელსადაც აქტიურად აგრძელებს. ამ დღეებში მიმდინარეობს გამოფენა ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ჩენგდუში, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ბაზრისთვის. აქაც ჩვენი ახალი კონტრაქტორი კომპანია Dragon Phoenix-ი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ქალბატონი ფანი ვოკერი, ძალიან ცნობილი ღვინის მაგისტრი და მინდა აღვნიშნო, რომ ამ კომპანიაში 4 ღვინის მაგისტრი მუშაობს და 4-ვე მათგანი მოემსახურება სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. თავად ფანიმ უკვე ჩაატარა გამოფენის ფარგლებში მასტერ-კლასი, სადაც მოწვეულნი იყვნენ განსაკუთრებული სტუმრები და მათ წარედგინათ ქართული ღვინის ისტორია, ქართული ღვინის თავისებურებები, ქართული ღვინის განსაკუთრებულობა. ჩვენ ვაგრძელებთ მოღვაწეობას სხვა სტრატეგიულ ქვეყნებში, უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები პოლონეთში, გაფორმდა ხელშეკრულებები დიდ ბრიტანეთში. დიდ ბრიტანეთში ჩვენი ტრადიციული პარტნიორი გახლავთ სარაევოტი, რომელიც ძალიან ცნობილი ღვინის მაგისტრია და წლებია ზრუნავს ქართული ღვინის წარმატებაზე დიდ ბრიტანეთში, ტრადიციულ გამოფენებთან, ღვინის ტურებთან ერთად. მათ შორის წელს კიდევ ერთხელ ჩავატარებთ ძალიან ცნობილი, სწორედ ლონდონში დაფუძნებული ღვინის კონკურსის IWS ის მურიგ სხდომას საქართველოში. Crash 525-ის მეღვინეობა არის ახალი კომპანია, რომელიც დაიწყო ფუნქციონირება 20 წელს და რეალურად პროდუქტის შევქმნით უკვე 20-20-ის 20-23 წლების მოსავლის ხარჯზე შევქმნით ბრენდები. პრიორიტეტები არის, რა თქმა უნდა, ამერიკის და ევროპის ბაზრები. წინა წელს მივიღეთ მონაწილეობა ღვინის სააგენტო ეროვნული სააგენტოსთან დახმარებით ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა პორტუგალიის ღვინის გამოფენაზე, რამაც დაგვანახა და მოგცა სტიმული იმისთვის, რომ უფრო განვავითაროთ ევროპული ბაზრებზე გაყიდვის პოტენციალი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ახლა მოლაპარაკება ნორვეგიის ქვეყნებთან, ანუ დანიის, სკანდინავურ ქვეყნებთან, ამერიკასთან გვაქვს მოლაპარაკება და ჰოლანდიასთან. რა ვიცი, ვფიქრობთ, რომ დიდი პოტენციალი გააჩნია მაგ ბაზრებს და ჩვენ შევძლებთ წელს 2025-ში გავაფორმოთ საინტერესო კონტრაქტი.